ძველი ნაგებობა. ეკლესიის ნანგრევები, რომლის შესახებ ცნობები ისტორიულ წყაროებში არ მოიპოვება, ძეგლთა დაცვის სპეციალისტმა თამაზ მარკოზაშვილმა პირადად აღმოაჩინა. პირველად ის შეფასებით ირკვევა, რომ ის ბაზილიკის ტიპის ყოფილა. სიგრძით 11, სიგანით კი 7 მეტრს აღემატება. ნაგებობა მთლიანად ეკალბარდით არის დაფარული, თუმცა ირკვევა, რომ ეს არის საკურთხეველი ყოფილა წინ წამოწეული, ანუ ამ ეკლესიას ქონია შვერილი საკურთხეველი. ნაგებია დუღაბითა და რიყის ქვით და შესაბამისად შეიძლება ითქვას, რომ ტაძარი მიეკუთვნება შუა საუკუნეებს. ეკლესია სოფელ გურჯაანში ყველაწმინდის მონასტერთან ახლოს გზის პირას მდებარეობდა. დღევანდელამდე შემორჩენილია მხოლოდ აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლის ფრაგმენტები. სავარაუდოდ ტაძარს სამხრეთით დამატებითი ნაგებობაც ჰქონია მიშენებული. ეკლესიის კედლები შემორჩენილი არის დაახლოებით მეტრ-ნახევრის სიმაღლეზე. არის შემორჩენილი და დაზიანებული არის. ჩამოშლილია საპირე ქვების წყობა. კარგად მოჩანს, რომ ეკლესია ყოფილა დარბაზული ტიპის, რომელსაც გვერდიდან სამხრეთის მხრიდან პატარა მინაშენი ჰქონია. ეკლესიის ინტერიერი მთლიანად მიწით არის ამოვსებული და აუცილებელი არის ეკლესიის გაწმენდა გასუფთავება. რომელიც წმინდანის სახელობის იყო, ეკლესია უცნობია. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ძეგლთა დაცვის სამსახურში თვლიან, რომ აქ არქეოლოგიური სამუშაოები უნდა ჩატარდეს, რის შემდეგაც მისი აშენების ზუსტი თარიღი გახდება ცნობილი. სავარაუდოდ შუა საუკუნეებს განეკუთვნება და ზუსტად მერე დაზუსტება რომელი საუკუნე ეს უნდა მოხდეს არქეოლოგიური გამოკვლევის შემდეგ და როცა გაიწმინდება ამის ინტერიერი მთლიანად. საკმაოდ დიდ ფართობზეა. საკმაოდ დიდი ნაგებობა არის, კი. დიდი ნაგებობა არის და ამისი გამოკვლევა საჭირო, გათხრარი საჭირო და სავარაუდოდ შეიძლება შუა საუკუნეებით დავოთარიღოთ. იმ პერიოდში შენდებოდა ესეთი წინ გამოწეული საკურთხევლები, შვერილი საკურთხევლები. ამ ტაძრის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ არც ადგილობრივ მაცხოვრებლებს. არვარეს გეტყვით ყველაზე და ყველა მეცით, მაგრამ მაგის სახელი უკვე დიდი ხანია წაშლილია, მე უკვე 65 წელი კაცი ვარ, მაგრამ სახელი არ ვიცი მაგის. მე ბავშვობაში აქ ვარ გაზრდილი ამ ინდრებს, მაგრამ მე მახსოვს ზედაშეები, სხვა არაფერი. ძეგლთა დაცვის სამსახურის სპეციალისტი თამაზ მარკოზაშვილი უახლოეს ხანში საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებას აპირებს. პარალელურად ის ინფორმაციას მიაწვის ძეგლთა დაცვის სააგენტოს, რის შემდეგაც გაირკვევა ჩატარდება თუ არა აქ არქეოლოგიური სამუშაოები.